მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვილაპარაკო პარალელურ პარკირებაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა შემომივიდა პარალელურ პარკირებასთან დაკავშირებით, რატომ ვიჭრებითო და მინდა განვიხილოთ დღევანდელი სიტუაცია, თუ რა მიზეზების გამო იჭრებით პარალელურ პარკირებაში და როგორ უნდა გამოვასწოროთ ჩვენ ის. ამიტომ სანამ დაიწყება ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და მალე უნდა ავიდეთ TikTok-ზე 100,000 გამომწერამდე და მინიმუმ 20,000-ზე Instagram-ზე რა, ასე რომ იცოდეთ, თქვენი იმედი მაქვს. სანამ ვიდეო დაიწყება, უბრალოდ მიარტყით ლაიქს და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ახლა კიდევ დღეს განვიხილოთ პარალელური პარკირების შეცდომები. პირველ რიგში უნდა აღიქვათ სივრცე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ პარალელური პარკირება. ჩვენ წინ არის მოცემული ორი პარალელური პარკირება, რომელსაც აქვს ნახე, წყვეტილი ხაზი მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარეს უწყვეტი ხაზი. რა თქმა უნდა, გაკეთების დროს არ უნდა გადავკვეთოთ იქით მხარე უწყვეტი ხაზი და მაგალითად თუ პირველ პარალელურ პარკირებაში ვიღაცა არის შესული და უკვე აკეთებს მანევრს, უნდა ავარიდოთ მეორე ზოლით. არიდების დროს უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, რა თქმა უნდა, არის ჩაჭრა. ამიტომ ყურადღებით იყავით არიდების დროს, რომ რამე ელემენტარული შეცდომები არ დაუშვათ მათ მხრივ. ესე იგი, როდესაც ჩვენ მივდივართ პარალელური პარკირებისკენ, აუცილებლად თავიდან აღიქვით სივრცე. პარალელური პარკირება კეთდება, რა თქმა უნდა, სიახლოვით. თუ თქვენ წყვეტილ ხაზთან აქეთ მარცხენა საბურავი დაიკავით და ზედ დააყენეთ ან ახლოს ჩაუვარეთ, არა აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, ძალიან შორს გვევართ უკვე პარალელური პარკირებიდან. თვითონ ნახეთ, დისტანციაც რო აღიქვათ, რამხილაზე შორს არის და რომ მიდიხართ უკვე პირველ ჯოხს რო უყურებთ, ის პირველი ჯოხი აღარ ჩანს, რა თქმა უნდა, სარკეში და გადავუწყდეთ წელში და გადავიწიოთ ისე და ვინახავთ, მაგრამ რადგან თავიდან ყოველთვის გაბარიტების აღქმა ჭირს, ვერ დაინახავთ. აქეთ მხარესაც ძალიან ძნელად ჩანს ის ჯოხი, ამიტომ პირველივე დაწყებისთანავე უშვებს შეცდომებს. ამიტომ ამ პარალელურ პარკირებას, როგორც კი ეხა ესე დავიწყებთ, რა თქმა უნდა, გამოსწორების შანსი ძალიან მცირედი აქვს, ბევრჯერ უნდა გაასწოროთ მანქანა და ამ ბევრჯერ გასწორებაში, რა თქმა უნდა, ქულები აღარ გეყოფათ და ჩაიჭრებით. ამიტომ ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ პარალელური პარკირების დროს უნდა ვიყოთ ახლოს. მაგალითად, მოდი დავიწყოთ ჩვენ პარალელური პარკირება თავიდან, ისე რომ დისტანცია დავიჭიროთ სრულყოფილად. პირველივე ჯოხიდან შეეცადეთ დისტანციის კარგად დაცვა. ანუ, ნახე, არა აქვს მნიშვნელობა. ნახე, არა შეეცადეთ პირველივე ჯოხიდან დაიწყოთ დისტანციის დაცვა. თუ თქვენ აქედან ვერ დაიწყებთ დისტანციის დაცვას, რა თქმა უნდა, გაკეთების დროს მერე ნელ-ნელა უკვე გაგვიჭირდება ეს ყველაფერი. ამიტომ შორიდან კი არ ვიწყებთ შეხვევას, ვიწყებთ ახლო მანძილზე მისვლას და პირველივე ჯოხიდან ვიწყებთ უკვე დისტანციას. აქვს ბევრი სიმის შიში, რომ პირველ ჯოხს ვეტაკებიო და მკვეთრად კრავენ საჭეს მარცხნივ, მერე სხვაგან მიდიან, იმ ჯოხზე გადაერთვებიან, რომ მაგალითად არ დავარტყავაცილო და უკვე შეხედე მანქანის წვირი როგორ დგას, ანუ გადასულია იქ ძოლში, მე აქეთ უკვე ვეღარ იღებენ საჭეს, ან როდესაც იღებენ საჭეს მარჯვნივ, ჯოხთან დისტანციას ვერ იჭერენ, ისევ მიდიან და ამ ჯოხის ყურების დროს ზდეგხაზსაც ძდებიან წინ. ამიტომ ზდეგხაზის გადაკვეთაც, რა თქმა უნდა, არის ჩაჭრა. ყოველთვის ყურადღებით იყავით სწორი პოზიციის შერჩევაზე. მოდი ახლა დავუბრუნდეთ უკან კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ავიღოთ დისტანცია ისეთი, რომ ამჯერად უკვე ჯოხთან ახლოს დავდგეთ. შეეცადეთ პირველივე ჯოხიდან, ანუ უკან 3 ჯოხია და წინ არის 2 ჯოხი. პირველივე ჯოხიდან მარცხენადან დავიწყოთ დისტანციის დაცვა. ჯოხი თამალვის პირას რო იქნება უკვე ვიწყებთ მარცხნივ მოხვევას ნელ-ნელა, ოღონდ მკვეთრად ესე არა. აი ნელა მოხვევა არის აი ეს მაგალითად. ისე ვიღებთ საჭეს, რომ იმ ჯოხს არ დავეტაკოთ და ძალიან არ ავსდეთ ამ ელემენტს. ამიტომ ნელ-ნელა ჩვენ წინ წასვლის დროს ნელ-ნელა ვაკვირდებით სარკეს და სარკეში უყურებთ ქვედა ხაზს. ქვედა ხაზით უკვე გავსაზღვრავთ, რა თქმა უნდა, სიახლოვეს ვართ თუ არა პარალელურ პარკირებასთან. ეხლა სადღაც 10 სანტიმეტრი მაინც არის დარჩენილი და ეს სიახლოვე იდეალურია იმისთვის, რომ ჩვენ გავაკეთოთ კარგად პარალელური პარკირება. რა თქმა უნდა, წინ მსვლელობის დროს რამოდენიმეჯერ გაჩერება არ შეიძლება წინ, ამიტომ ერთი მთლიანი მანევრით უნდა მივიდეთ პირველ ჯოხთან. და ის პირველი ჯოხი უნდა გავაჩეროთ მეორე კარის სახელთან. სანამ იმ პირველ ჯოხს მეორე კარის სახელთან არ გავაჩერებთ, რა თქმა უნდა, მანამდე წინ მსვლელობის დროს არ უნდა გავჩერეთ. ანუ დაძვრა, გაჩერება, დაძვრა, გაჩერება, დაძვრა, გაჩერება, ეს უკვე რა თქმა უნდა შეცდომები არის და გიგროვდებათ -5 ქულები. ამიტომ სიახლოვეს სარკითაც გავსაზღვრავთ, როდესაც ესეთი დისტანცია გვაქვს პარალელურ პარკირებასთან, უკვე აღარ გეგონოთ, რომ იმ ჯოხს დავარტყავთ. ამიტომ შიშის ფონზე საჭი არ გადაკრათ მარცხნივ, თორე ისევ სხვაგან წახვათ. უბრალოდ სწორი საჭის
ჩავხვალთ ჩახედავთ სარკეში და პირველი ჯოხი უნდა მივიდეს მეორე კარის სახელურთან. ამ მომენტში უშვებენ ხოლმე შეცდომას, რომ ვერ აღიქვამენ გაბარიტს და მიდიან ძალიან შორს და ძალიან შორს ჩერდებიან ესე. ამ დროს იწყებენ მსვლელობას, ვაგდებთ ერში, ვიწყებთ მარჯვნივ ბოლომდე მოხვევას, მარჯვენა სარკეს აღარ უკვირდებიან, პირდაპირ გადადიან სამ ჯოხზე მარცხენა სარკეში და აქ უკვე ნახე რა ხდება, მარჯვენა ჯოხს უკვე გადაუვარეთ და ამის მიზეზს რო ეუბნებიან თუ რატო ჩაიჭერიო, ძირითადად ნერვიულობის ფონზე ვერ ხვდებიან. ამიტომ პირველი ჯოხი უნდა იყოს მეორე კარის სახელურთან. ოდნავ წინ, ოდნავ უკან ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თავარია დიდზე არ გადავსდეთ. თუ გადასდებით ჯოხს, თავარია წინს დეკხაზე არ გადავკვეთოთ, ჩავაგდებთ ერში და ვინაიდან ეს ელემენტი უკუსლით კეთდება, ოდნავ შეგვიძლია უკან მოვწიოთ და უკან მოწევის დროს გავუსწოროთ მეორე კარის სახელურს და ეს უკვე იქნება, რა თქმა უნდა, იდეალური გაჩერება. როდესაც ჩვენ უკან მოუწევთ მანქანას და შეცდომას გამოვასწორებთ, ვტოვებთ ისევ სიჩქარეს უკუსლაში, ანუ ერში, არ უნდა გადავთოთ დრაივში, თორე, რა თქმა უნდა, უკვე იქნება ეს -15 ქულა. ავიღებთ მარჯვნივ ბოლომდე, ჩავხედავთ მარჯვენა სარკეს და აღვიქვათ, რომ დისტანცია კარგია და უკან მარცხენა სარკეში უყურებთ, მესამე ჯოხი რო გამოჩნდება, აი პირველი ჯოხი, აი მეორე ჯოხი, ესაც ჩვენი მესამე ჯოხი. გამოჩნდება მესამე, ოდნავ გადასდებით, არანაირი პრობლემა არ არის, გავასწორებთ საჭეს პირდაპირ, ჩვენი საბურავი უნდა დავაყენოთ უკვე წვეტილ ხაზზე, ანუ უკანა საბურავი ვდგებით წვეტილ ხაზზე. ამ დროს უშვებენ ხოლმე კიდე შეცდომას, ნახე, ეხლა ხო არის წვეტილ ხაზზე საბურავი და შედიან ისე, რომ წვეტილ ხაზს ხდებიან ხოლმე და ესე ჩერდებიან და ბოლო მოხვევის დროს ნახე, ისე ახლოს ვართ უკვე მარჯვენა ხაზთან, რომ ჩვენი მარჯვენა მხარე დგება პირდაპირ ხაზზე და ამაზე რა თქმა უნდა ვერავინ ვერ გამოგასწორებინებთ, ეს არის პირდაპირ ჩაჭრა. ამიტომ არის რომ საბურავი უნდა შეეხოს ხაზს, ან უნდა დადგეს ხაზზე, არ უნდა გადავაცილოთ უკან ხაზს. მეორე შეცდომას უშვებენ ხოლმე იმას, რომ ძალიან ადრე აჩერებენ ხოლმე, მაგალითად აი ესე შესვლის დროს. წვეტილ ხაზთან ვერ აკითხავენ დისტანციას, მოდიან და სადღაც აი ესე ჩერდებიან ძალიან მოშორებით წვეტილი ხაზისგან. ამ დროსაც იღებენ მარცხნივ და შესვლის დროს, რა თქმა უნდა, მარჯვენა მხარეს ამ შემთხვევაში დისტანცია გვჭება, მაგრამ ნახე, მანქანა დადგა ისე, რომ აქეთ ზედ წვეტილ ხაზზე ვდგევართ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევასაც გამოსწორება არ აქვს და ესაც არის ჩაჭრა. ამიტომ ჩვენი უკანა საბურავი სამი ჯოხის დანახვის შემთხვევაში უნდა მივიყვანოთ ზედ ხაზზე. ვაყენებთ ხაზზე, ანუ ოდნავ შევახებთ ხაზს, გავჩერდებით, ავიღებთ მარცხნივ ბოლომდე და შევდივართ სარკეებით. ბევრ მომენტში არის ხოლმე რომ უყურებენ მარტო ცხვირს და ორ ჯოხში ვარო გასწორდება ცხვირი, აჩერებენ, მაგრამ ჯობია სარკეებით აკონტროლოთ. ნახე, აქეთ ხაზი ჩვენივრად ჩანს, აქეთ ხაზი ჩვენივრად ჩანს, როდესაც გავსწორდებით, ვაპარკინგებთ მანქანას პარალელ პარკირებაში. თუ გითხრეს, რომ პარალელ პარკირებაში მანქანა არ დამიპარკინგონ და პირდაპირ გამიყვანებო, მაშინ გაუყვანე მანქანა ისე პირდაპირ, მაგრამ თუ შეხედავ, რომ თქვენ არაფერს არ გეუბნებიან, შემოსვლისთანავე ჩააგდებთ პარკინგში, ამოწევთ ხელის მუხურს და აუშვებთ მუხურის ფეხს. არ უნდა დიდხანს გაჩერება, აქ დიდხანს ჩერდებიან და ელოდებიან ხოლმე, ამიტომ 2 წუთი რო გაქვთ თითო ელემენტზე, ამ ლოდინში 2 წუთი გადის და ჭრიან გამოსდაზე. ამიტომ მუხურის საშვების მერე 3 წამს დაიტვით, ისევ დააჭერთ მუხურს, ჩაწევთ ხელის მუხურს, გადავრთავთ დეში და ისე უნდა გაიყვანოთ მანქანა. გასვლის დროს კიდევ ერთხელ ჭრიან ხოლმე. თუ სარკეში ჩაიხედები და მანქანა მოდის, არავითარ შემთხვევაში გზა არ გადაუჭრა. თუ მანქანა მოდის და გზას გადაუჭრი, რა თქმა უნდა, ავტომატურად ჩაგჭრიან გამოსდაზე. ამიტომ შევხედავთ მანქანა მოდის, ვატარებთ, შევხედავთ არავინ არ მოდის და გავდივართ პარალელური პარკირებიდან. ეს არის სულ ამის შეცდომების და გამოსწორებების, ამიტომ ნუ დაიბნევით.